ბავშვზე ადევნების ფაქტზე ორხეველი მანიაკის სახელით ცნობილი კაცი დააკავეს ფორმულას ინფორმაციით. მას 2009 წლიდან უბადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი უმძიმესი დანაშაულებისთვის. თუმცა ციხის კარი უზენაესმა სასამართლომ გაუხსნა. ლიზი ვეკუა უერთდება ამ თემით ჩვენს ეთერს. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ გვეუბნება არის თუ არა ის ადამიანი მიხეილ აზალაძე 61 წლის მიხეილ აზალაძე რომელიც არაერთ ძალიან მძიმე დანაშაულში არის მხილებული სწორედ ის პიროვნება რომელიც გუშინ დააკავეს არასრულწლოვანზე ადევნების ფაქტის გამო და მას აღკვეთი ღონისძიებით პატიმრობა შეუფარდეს თუმცა ამ ყველაფერს გვიდასტურებენ გორში მცხოვრები მოქალაქეები რომლებიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ რომ ეს პიროვნება არის ნამდვილად გორში ცნობილი მანიაკი, რომელიც მხილებული არის არაერთ დანაშაულში, საერთოდ ჩვენ ვესაუბრეთ მოქალაქეს, რომლის ოჯახიც აღმოჩნდა, სწორედ მიხეილ აზალაძის მხრიდან მსხვერპლი და მიხეილ აზალაძემ ამ ოჯახში ერთ-ერთი პირი სასტიკად მოკლა და შემდეგ მისი ცხედარი დაანაწევრა და განათავსა პარკებში, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ის მხოლოდ იმის გამო, რომ მას ფიზიკური ნაკლი აქვს, ამის გამო მალევე გამოუშვეს დაწესებულებიდან, თუმცა სხვა ფაქტებთან დაკავშირებით ეს პირი მიხეილ აზალაძე არის მხილებული სხვა ადამიანების მკვლელობაშიც, ასევე ქალების გაუპატიურებაში და სწორედ ცხედრების დანაწევრებაში და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ის იხდიდა სასჯელს 2009 წელს კი 2009 წლის შემდეგ კი გაათავისუფლეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილება იყო ეს და მას ის შეწყალებულთა სიაში მოხვდა თუ რატომ დატოვა მას სასჯელ ახსნების დაწესებულება 2 თვის წინ რომელსაც 2009 წლის შემდეგ იხდიდა სასჯელს ეს ყველაფერი ჯერჯერობით უცნობია და ამ ინფორმაციას არ გვაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო თუმცა როგორც ვიქაით გორში მცხოვრები მოქალაქეები სწორედ ამ პიროვნებას თან დაკავშირებით არაერთ საზარელ ისტორიას გვიყვებიან და ამბობენ რომ ეს პიროვნება საერთოდ უნდა იმყოფებოდეს ფსიქიატრიულ განყოფილებაშიც კი რადგან ისინი თვლიან რომ მას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობა პრობლემები. ჩემი აზრი თბილისში ორხევის დასახლებაზე სიმაგ სახლში შეიყვანა დაპატიჟა შეიყვანა სახლში და გაუმასპინდა არყით რაღაცა ვითომის მე როგორცაც მოვიდათ მას პატარა შელაპარაკება და მოკლა და აღჩო ჯერ გაგუდა შემდეგ დაჭრა თავი მოაჭრა კლავი მოაჭრა ჩადო პოლიეთილენის პარკებში წაიღო და ნაგავში ურნაში ჩაყარა ამის ჩამოიტანა და დაწვა და ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგ იჯდა ციხეში საერთოდ სამართალდამცველებმა დააკავეს კი დააკავეს დაიჭირეს უბადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი თუ იცით და შემდეგ უბადო პატიმრობა ჰქონდა და როგორც ხდება დაუკვალიფიცირეს და გავარიან იმაზე შეუსვალეს მაგ კაცის გარეთ გამოშვება არაფრით არ შეიძლება რადგან ეგ არის მანიაკი ამის ეს პირველი მკვლელობა არ იყო 3 წლის წინ ანალოგიური მკვლელობა ქონდა ჩადენილი მაშინაც დაიძურინა თავი რადგან მარჯვენა ხელზე თითები არ აქვს მაშინაც დაიძურინა მაგრამ თავი არაფერში მე დამნაშავე არ ვარ და თანამონაწილეობის მუხლით გაასამართლეს შემთხვევით გავიგე, იმიტომ რომ ცხოვრობ ისეთ ადგილზე, სადაც სასამართლო არის, ეძებდნენ ადამიანს, რომელიც ამ ადამიანს ამ ორხეველი მანიაკის გამო ხელს მოაწერდა, იმიტომ რომ ამ ადამიანს თითები არ აქვს, შიში იყო, პირველად პანიკური შიში დამეწყო, რომ ამ ადამიანის გარდა კიდევ რამდენი ადამიანი შეიძლება მოხვდა ქუჩაში, რომლებიცაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ. ეს ადამიანი იყო მანიაკი, რომელიც აედევნა ბავშვს, როგორც შევიტყვე, მე ზუსტად დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის დანამდვილებით, რომ ამ ადამიანს ჰქონდა სამუდამო მისჯილი და არ ვიცი რანაირად გადაუკვალიფიცირდა მუხლი და როგორ მოხდა გარეთ და კიდევ იგივე დანაშაული ხო არავინ იცის კიდევ რა ჩაიდინა. ახლა მთავარი კითხვა ისაა თუ როგორ დატოვა 61 წლის მიხეილ აზალაძემ სასჯელ ახსნების დაწესებულება მას შემდეგ რაც ამდენ დანაშაულებრივ ქმედებებში არის ის მხილებული როგორც გითხარით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს თუმცა ცნობილი არის ჩვენთვის ის რომ უზენაესმა სასამართლომ 61 წლის მამაკაცი სასჯელ ახსნების დაწესებულებიდან გაათავისუფლა.